როგორ გავაზაპრავკოთ დიზელი, მეგობრებო, დავიმახ ხა მე ადლუს არ ჩავასხავ დღეს მარტო დიზელს ვიმატებ, მაგრამ ზოგადად ყველაფერი იგივე ხდება. Через 600 метров поверните налево. თითქმის მთელს ევროპაში ერთი და იგივეა, კი რა თქმა უნდა კალონკები განსხვავდება, მაგრამ პრინციპი ერთ და იგივეა და ეხლა რასაც აქ ნახავთ თითქმის ყველგან ასე არის ხოლმე. თქვენ სადაც კომპანიაში უნდა დაიწყოთ მუშაობა, იქ ეხლა ბარათები აღარ ახლა მე დღეს ბარათს უნდა გადავიხადო, მაგრამ იქ ბარათები აღარ არის. რა იქ პირდაპირ ტელეფონში გაქვთ, სამსახურის ტელეფონში გაქვთ აპლიკაცია, სამსახურის ტელეფონშივე შეხვალთ, აირჩევთ დიზელს და სამსახურის ტელეფონიდან რო დაეთანხმებით, რომ დიზელი მინდა, ან AdBlue მინდა, ამ კალონკაზე ხარ თქვა მე-13 ნომერია ეს ჩასასხმელი ან მე-12 ან პირველი რაც არის და რო დააწვევით ოკეი-ი გაინთება და ვსვი ავტომატურად დისტანციურად გააქტიურდება და ვინც სხვა კომპანიაში წავალ თქვათ მან და ჩემს ავით ბარათით მოუწევს გადახდა და იმედია ეხლა ეს ახლა არა ზაპრავკებს ამას, იმიტომ რომ ის მინდა ეხლა მე და ამას დიზელი თუ არ არის აქ და ეს ახლა აზაპრავკებს, ჩემი იმედია უკან იქნება, მეგობრებო, ეხლა ის ამოელანდა ეხლა ამას უკან ეტყობა რომ მოიხარა პრინციპი ABS-მა კონტაქტი დაკარგა და ეს ამით უმარა ჩააქრო ისე. კარგი, მოკლედ ეხლა ესე გავჩერდები, აგერ დავტრიალდები. აქ მეგობრებო, ეხლა მე ვარ 66 კილომეტრი ვარ დაშორებული გემიდან და აქაც კი მინახია იქ ზაბორები და რაღაცები. ნახეთ ის არის რა ქვია, გადაღუნული. აქაც კი მინახია ის ინგლისში გადაპარვის მსურველები, მოკლედ რომ მოდიან და აგაჩერება არ შეიძლება ასეთ ადგილებში, იმიტომ რომ აქაც მინახეს ჩაუვლიათ რა. დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსში გემიდან საფრთხილოა ვინც ინგლისში გადადის, რომ ის არალეგალები პრინციპში არ შეძრუნენ მოკლედ. აი, მოდი მე ხა აგერ გავჩერდები ესე. დავაყენოთ ჩაქუჩებზე, მეგობრებო, რა ხან იმას შვებით. ეს ჩაქუჩზე ისედაც არის, მაგრამ ხა გადავიდა, აგერ ჩაქუჩებზე დავაყენოთ. კილომეტრას ფოტო გადავუღოთ ან ამოვიწეროთ და ჩავიდეთ. ჩემ შემთხვევაში ხა ამას გადავწევიქი და გავიმზადებ ამას, ხელთათმანები ავიღოთ, მეგობრებო, იმიტომ რომ ხანდახან მე შეიძლება ამ ყველაფერს მოძებნაში და იმაში დრო არ გეყოთ და ამიტომ წინასწარ გაიმზადეთ ხოლმე რამე რო იყოს. ეს სხვადასხვა არის, ხა მე მაგალითად ზაგლუ ეს საერთოდ არ მუშაობს ხა ჩემი, მაგრამ შიგნით აქ არ ჩანს თორე შიგნით არის მოკლედ სეტკა რა, სეტკასავით რაღაცაა და ესე ვიღაცამ რომ ჩაყოს შლანგი ესე ვერ ამოიღოს. კაი, მე-13 ნომერთან გავჩერდით. მე-13 ნომერი მინდა, მეგობრებო, ეხლა წავით. ყოველთვის არის ხოლმე აქ ესეთი აპარატები, მეგობრებო, აქ ეხლა ერთია. აი ესეთი აქ აწერია, რითი გადავიხადოთ და რითი არა. და იქ მაგალითად ორი არის. так, ეხლა მოვისნა ხელთათმანი. აი აქ არის ბარათის შესაძლებელი, მეგობრებო. ეს ბარათი აქ არის ბარათის შესაძლებელი. ენას, მეგობრებო, შეუცვლით. აქ როგორც მოგეხსენებათ, აი აგერა დავაწვევით ამას, ქვევით ის არის, კიდე ერთხელ ის არის და რუსკი. აგერ რუსულს ავირჩევ. ახლა ამას არ ჭირდება, მაგრამ თქვენს გამო შევცვალე. მე გვიწერს, მეგობრებო, შეაცურეთ თქვენი კარტა. ჩვეულებრივად შევაცურებთ ამ კარტას, მეგობრებო, აგერ გამოვიღოთ კარტა დაგვიწერა. დიზელი გვინდა, მეგობრებო. თუ AdBlue გვინდა, მაშინ AdBlue, მაგრამ ახლა დიზელს ავირჩევ. ჩვენი იყო მე-13-ს ავირჩევ. შევიყვანოთ PIN კოდი. შევიყვანე. ეხლა მოგთხოვს, მეგობრებო, კილომეტრს, რომელიც მე მეორე ტელეფონში გადავიღე და ჩემი კილომეტრაჟი არის საკმაოდ ბევრი, როგორც მოგეხსენებათ, 95 2 1 1 8. კი ბატონო. ოკეი, დავეთანხმოთ და всё. თქვენი მზად არის, აგერა აქით ამ მხარეც აინთო, მეგობრებო. მეორე მხარეც აინთო, მაგრამ მე დღეს ახლა რახან 300 ლიტრის დამატება მინდა, ხოლოდ აქით ბაქში ჩავისხავ. ჩვეულებრივად ხდება ჩასხმა, მეგობრებო, ჩვენ კი არა ვართ შეჩვეულები და აი ესე დავაყენეთ, მეგობრებო, და დაველოდებით რა. ასევე არის აქ კნოპკა, შეგვიძლია ამ კნოპკას მივაწვეთ, ეს დავასტოპოთ და გადავიდეთ იქით აიმაზე. აქით ამ მხარეზე გადავიდეთ მოკლედ.
და გავაგრძელოთ ამით, მაგრამ მე ხა ამდენი არ დამჭირდება. Euro და 58 ნაღირება საწვავი აქვს სხვადასხვა ეხლა დავაკვირდით, თორე საწვავის ფასის დაკვირება არც თბილისში არ ვიცოდი დიდად სიმართლე გითხრა და არც აქ არ ვაკვირდები ხოლმე, მივდივარ და უბრალოდ ვასწავლ. მე ამას რომ მორჩებით, მოკლედ აგერ აწერია ტიკეტ, მაგრამ ენას შეგიცვლიდა, მაგასაც ნახავთ მე. აი ტიკეტი აწერია აგერ მეგობრებო. მე-13-ს ავირჩევ და მოკლედ მაგას განახებ. ეხლა მე დიდი ყურება არ ვინა, იმიტომ რომ ვიცი აქ რომ მოვდივარ 300 ლიტრამდე ჩავა, 300 ლიტრას არ ჩამივა ეხლა რა. ჩვენ ორი ბაკები გვაქვს მეგობრებო, აქ ჩვენ კომპანიაში ორი ბაკი არ გექნებათ, მარტო სამ მხარეს გექნებათ ბაკი. აქით ხარეს აი ამ ბაკის ხელა შეულებრივად დახურული იაშიკები გაქვს, სადაც ან ორი კარია გასაღებია და ეს ამ ბაკის ხელა საკვალებს შიგნით სათავსო რო არ გაქვს. აი აგერ ამ ხელა სათავსო არის, სადაც ვთქვათ, რა იგივე ეს ქროლი, წყლები და ისეთი რაღაცა რაც არ ფუჭდება, ვთქვათ, ზედმეტი სუმკა და რაღაცეები, ან კურტკა და ადერის ბატინკები და ადერის ყუთი და რაღაცა შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა ეტევა მოკლედ აქ. ჩვენ კომპანიას, პირველ კომპანიასაც ორი ქონდა და ამ ჩვენც ახლა ორი ბაკები ვართ. თქვენ მხოლოდ ერთი ბაკი გექნებათ, აგერ ამ ხელასებს მოკლედ გამოიყენებთ თუ გინდათ. ნაგავი მაქვს, მაგრამ ნაგავსაც გადავაგდებ, თუ რამე წყალიც არის აგერ, მაგრამ ეს დასალევი წყალი არ არის მეგობრებო, მაგრამ ეხლა მე არ ავიღებ, იმიტომ რომ ინგლისში მივდივარ და ინგლისში ჩვენს ბაზაზე მაქვს გადაწყვეტვა და იქვე ავიღებ ხოლმე და ადლულს იქვე ვაქვს ჩვენ და ადლულსაც იქ ვიმატებ ხოლმე მე, იმიტომ რომ მე ერთი ბაკით არ მყოფნის ხოლმე როგორც წესი, რომ ერთი ბაკით ჩავიდე ჩამოვიდე. არც ადლუ არ ყოფნის, ადლულს იქ ვიმატებ, საწვავს აქ ვიმატებ მეგობრებო მოკლედ. 230 ლიტრა ჯერ. და ესეთ ადგილებში არის ცოტა ისე საყურადღებო რა რომ შეიძლება ვიღაც ჯიგარი მოვიდეს, ტენტი გაჭრას რაღაც და შეძროს. წინაარხზე სამწუხაროდ აღარ არის ეს წინაარხზე, აი ამოვაგდო უკვე იმ ჩემო. წინაარხზე სამწუხაროდ აღარ არის მეგობრებო ის არხი, თორე იმ არხზე იქ საფრანგეთში ახლა გემთან ახლოს პარკინგები რაცა, აი დაცვა და რაღაცები თუ დადიან ხოლმე მოძრაობენ, ეს კალვიჩი პროვოლკას რო ეძახიან, ეგენი არის და მოკლედ ბევრჯერ მინახია და ერთ დღეს გადავიღე, მთელი ღამე გავათიე მაგის გამო, რომ ეს ზრებოდნენ ზაბორიდან ან მანქანა რო შემოდიოდა შლაგბაუმიდან, შეხტებოდა ვიღაცა იქ, მე შემოვიდა გამოძრებოდა, პრინციპში შეხტებოდნენ და ეს დაცვა მთელი ღამე დადის ხოლმე რა, ძალიან ისეთი ზონა იქ ბანაკები და რაღაცეები აქვს. მე არ ვიცი ხა გაჩერება ვერ განახებ, თორე და ამ ბანაკებ და რაღაცეებზე მოკლედ ზაფხულიდან სუხტებიან ხოლმე ძალიან ხშირად, ხან შემოსება აქვს, ესე რომ თქვა და გაყრიან ამას, მე შემოვლენისო გაყრიან და ვერც იჭერენ, პასპორტი არ აქვს, არაფერი ვერ იჭერენ, რებს როშვებიან რა. და მოკლედ აი მაგის იმაში რა მთელი ღამე უყურებდი რომ გადმოხდებოდა ვიღაცა, დაცვა გააგდებდა, მანქანა შემოყვებოდა და ეგ ყველაფერი ატვირთული მქონდა, მაგრამ ეხლა არ გამოვა. აი ეგ სხვა თემაა მოკლედ, ეხლა ამას მე გავაზაპრავებ და ჩაულებრად მორჩები განახებთ ბილეთის აღებას. მოკლედ ჩაისხა იქ. ამას ჩავდებ და ეს ჩაქრება ჩაულებრად. წავეთ ახლა ავიღოთ ბილეთი. ეს პროტეზერო შემოვიდა რაკაცია. ჩაულებრივად. ტიკეტს დავაწვევით, მაგრამ კაი შევცვალოთ ენა კიდე ერთხელ. აგერ რუსკი ავირჩიოთ და ტალონი. რომელი იყო ჩვენი მე-13. იგივენაირადაა დიზელი ზუსტად მეგობრებო და აგერ ქვევით, აი ამის ქვევით აგერ ჩამოვაგდეთ ტალონს და ეგ არის. 300 ლის გადამისდაოდავ, მაგრამ 300 არ არის ეგ პრობლემა მოკლედ. всё, ეგ არის რა მოკლედ. სულ ეგ არის დიზელის სასხმა მეგობრებო, განსაკუთრებული არაფერი, თქვენთან აპლიკაციაა და უფრო მარტივადაა. ნუ იგივეა პრინციპში, მაგრამ ძალიან მარტივი თემაა მოკლედ. თითქმის ყველგან ასია, პოლონეთში შეიძლება ზოგან სხვა იყოს, ესპანეთში შეიძლება ოდნავ სხვა აპარატები იყოს, მაგრამ თითქმის იგივეა. გიმეორებთ რომ ეხლა მე ცოტა სხვა კომპანიაში ვარ, ჩემთან ყველაფერი სხვანაირადაა, თქვენთან ასეთი ჟღანი კალონკებიც არაა, თქვენ ან BP-ში დადიხართ, ან Shell-ში დადიხართ, ან სადღაც. მაგრამ ნუ ზაპრავკაა, ჩასხმის თემა რაც შეეხება, ჩასხმის თემა ეგ არის. არაფერი განსაკუთრებული და ძნელი. აქ ჩამსხმელები არ არიან მეგობრებო, როგორც იცით, ერთხელ ნახე მარტო პატარა მანქანით ვიყავ, იცი, რაღაც ქალაქის ცენტრში ერთადერთხელ მინახია ჩამსხმელი, დანარჩენი აქ პატარა მანქანები და ყველა მოკლედ თვითონ ასხავენ Rolls Royce რომ მოვიდეს, ეგეც თვითონ ჩაასხავს, ჩაულებრივად გადმოვადა. კარგი, დიზელს რაც შეეხება, ეგ იყო მეგობრებო. თუმცა მე მაინც გადავამოწმებ ხა ჩემს მანქანას, აკე არაფერი, მაგრამ ზოგადად ახლოს როცა ხარ საფრანგეთში და ზოგადად თუ ინგლისში დადიხართ, ხა თქვენ ინგლისში არ წახვალთ, მაგრამ ინგლისში როცა წახვალთ 100 კილომეტრის რადიუსში და 150-ს არ გაჩერდით.
ეს უნდა გადაამოწოთ, ტენტი არ იყოს მეგობრებო, სადმე გაჭრილი ან ეს პლომბი ხო ნამდვილად გაქვს და ასე შემდეგ რა. ეხლა ფორმალურად გავაკეთეთ თქვენს გამო როგორ ხდება თორე აქ ძირითადად ესე არ ხდება ხოლმე რა და თუმცა მინახია ეგენი და თანა კამერებია და მოკლედ მაინც გადაამოწვეთ. ჯობია რომ გადაამოწოთ თუ ინგლისში დადიხართ. თქვენ ხვალდაზე ხა მინიმუმ ნახევარი წელი მაინც გინდათ რომ დაგაკვირდნენ და ნახოთ თქვათ როგორი მძღოლი ხართ, როგორ არჩნეთ სირთულეებს თავს და ასე შემდეგ რა და ეხა ჩემ შემთხვევაში მეგობრებო თქვენ არც ეს არ მოგიწევთ, მაგრამ ფოტოს გადაუღებთ ჩეკს და გაუგზავნი. აი იმ ძმას, იმიტომ რომ ის ძმა კურირებს როგორც გეუბნებით მანქანებს და მსგავს რაღაცებს. თქვენ მსგავს რამე არ მოგიწევთ. სხვა კომპანიაში თუ წახვალთ, სხვა კომპანიაში მოგიწევთ და ასევე ისა მაქვს ესეთი უწყისი მაქვს, სადაც რამდენი კილომეტრია მოვედი. ავინიშნავ ახლა ამას და მას გადაგზავნა არ უნდა. პრინციპში ეს თვითონ იმას იზავს, რომ ჩავაბარებ, ამას ყოველთვის ვაბარებ ხოლმე, ყველა კვირის ბოლოს, ყველა რეისის ბოლოს ამას ვაბარებ და ჩეკს გავუგზავნე. თქვენ შემთხვევაში აპლიკაცია რო გაქვთ, აპლიკაციაში ვიწერება ეს კილომეტრები და მოკლედ ეს რაღაცები თქვენ საკეთებელი არ გაქვთ რა. კაი, ხა ამას ვწევ, შევავსებ და ეგ არის. აგერ ეს გოგო და ბიჭი აგერას ხარ ჩაულებრო და ყველა თვითონ ასხავს მოკლედ აქ. მე ხა გავივლი ცოტას მეგობრებო, აი წრეებამდე მივალ და მე შევცვლი ქვეყანას. მოკლედ გამოვედი მეგობრებო ეხლა და აგერ იქ რაღაცა ჩაიდანი თუ რაღაცა ედება რაღაც ხა მაგასაც გავასწორებ აქ ქვეყანამდე და შევცვალო, იმიტომ რომ იქით 66 კილომეტრი აქიდან, მაგრამ დაახლოებით 10 კილომეტრში არის საზღვარი აქიდან, 7-8 კილომეტრში და იქ არ არის პარკინგი, ჯერ არ ემონტებენ თუ რაღაცა შვებიან, მოკლედ და პარკინგი რო არ არის, მე მანდ ვეღარ შევცვლი. ამიტომ გავაჩერებ, მოდი პრინციპში აგერ შევცვლი ხა ქვეყანას უცებ და გადავალ საფრანგეთში და სულ რაღაც 66 კილომეტრში ვიქნები გემზე უკვე. ქვეყნის შესვლა ბევრჯერ გაქვს ნანახი და კი ბატონო გავიარო თუ გინდათ უცებ. ქვევით, ოკეი, ქვევით, კანესტრანი, ბელგია. ზევით, ნაჩალოსტრანი, რახან ხა არ ვარ ახლოს, 7-8 კილომეტრში ვარ. საზღვრიდან ეს არ ამომიგდებს მაგას საფრანგეთს და ხელით მოვძებდი საფრანგეთს, ამიტომ. უკან, ოკეი და ქვეყანა შეცვლია. გავატარეთ მანქანა და გავედი. აჰა. მოკლედ სულ ეგ არის მეგობრებო. გაზაპრავკება ადვილ შემთხვევაშიც იგივეა, სხვა კალონკაზეს პრინციპი იგივეა, მოკლედ არის ბევრი ადგილები, მაგალითად ძირითადად პოლონეთში არის, ან სადღაც ესპანეთში შეიძლება იყოს, იტალიაში შეიძლება იყოს, არაა გამორიცხული ცოტა ესეთი მივარდნილ ადგილას თუ არის, პოლონეთში ძირითადად უმეტესად უფრო სწორედ კალონკაზე შედიხარ, ან ჩვეულებრივად მიდიხარ, იღებ, პატარა მანქანითაც რო დადიხართ რა. გერმანიაშიც ბევრგანაა. მოკლედ ხან ესეა, ხან ისე, მაგრამ თქვენ სადაც დადიხართ, ან აპლიკაცია იქნება, ან ბარათით გადახტა. მაგრამ ხშირად მიდიხარ და არაფერი არა, უბრალოდ მოკიდებ ამ პისტოლეტს ხელს, ჩაასხავ, რამდენიც გინდა, დიზელი იქნება, ადლო, ბენზინი თუ რაც გინდა იმას და მე მიდიხარ და უკვე ეუბნები, რომ აი 13-ზე ვიყავი და აგერ ბარათ და ოპერატორთან იხდი მოკლედ პირდაპირ. ვიღაცა შეიძლება თქვას რომ ჩავასხა და გავიქცევო თუ მოსულაო და ალბათ მოსულა რა, მე არ მიცდია და არც არავის არ გიშევთ რომ წადოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრინციპი ეგრე არის, ხო, რომ შეგიძლია ჩაასხა და თქვა აღარ გადაიხადო. ეგეთ რაღაცა შეიძლება ვიღაცამ ქნას, მაგრამ მე კამერებია და საწახვალ, ხო, ბოლო საღაც იმას გიზავენ, გაგაჩერებენ და ანუ შარია. რაღაც ესეთ კუთხით თუ მიუდგებით, მეც მიკვირდა თავი და მეთქი ანუ ჩავასხი და ვსიო მეთქი მეტი არაფერი კაცო. და ეგრეა რა, მოკლედ. შეიძლება ვიღაცას დაავიწყდეს, შეიძლება ვიღაცამ ძალი დაივიწყოს, ვერ გეტყვით ახლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბარათის გარდა არის ხოლმე ეგრეც რა. იღებ, ასხავ და შემდეგ მიდიხარ თუ ის გადახსს აპარატი არსად არ არის, მაშინ შედიხარ და იქ კალონკაზე იხდი ოპერატორთან. ხო, სულ ეგ იყო მოკლედ მეგობრებო, არაფერი განსაკუთრებული. სულ რაღაც 15 წუთის არ დამჭირდა ეხლა მე დღეს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში რახან ბოლომდე უნდა გაავსოთ ორივე ბაქში, სადღაც ეხლა ჩემ შემთხვევაში ტონა ჩადის ორივე ბაქში. ტონა 200 ჩადის ზოგ ჩემ მეგა და დაბალი ბაკები აქვს. ტონა 200, ტონა 300 ჩადის, თუ ორი ბაკი გაქვთ. თუ ერთი შესაბამისად გაყავთ იმ ტონა 300 200 და დაახლოებით 750 800 ლიტრამდე ჩადის ერთ ბაქში. და დაახლოებით ნახევარი საათი უნდება ხოლმე, შეიძლება რიგის იყოს კალონკაზე, თქვენ სადაც მიხვალთ ეხლა იქ ძირითადად შელი და პიპის კალონკებია და იქ ბევრი არის ხოლმე, ხა აქ რო 4 ჩასასხმელი იყოს სულ, იქ შეიძლება 20 იყოს, 30, ხვდებით? იქ ცოტა თანამედროვე კალონკებზე ასხავთ თქვენი კომპანია და ეხლა ჩემი პატარა კომპანია, აქ ვიმატებთ ხოლმე, ან პირდაპირ ბაზაზე გვაქვს საზაპრავკები და პირდაპირ ბაზაზე ვაზაპრავკებ და ინგლისში ჩავალ იქაც AdBlue-ს იქ დავიმატებ.
მე უბრალოდ მეგამ აქვს, თორე მეგამ ყავს, ეხა პატარა აქვს ბაკი და ფიზიკურად არ ყავს, თორე ჩემს მეტი აქვს პრინციპში მეგა ვისაც ყავს, ეგენი დავდივართ აქვს, თორე სტანდარტი მანქანები ერთი ზაправკით პოლონეთიდან აი ტონა 300-ით მოკლედ ჩადიან ჩამოდიან რა. ჩემში რახან ტონა ეტევა, ამიტომ 300 ლიტრას აკვიმატებ. ხან შეიძლება 350-ს გააჩნია დიდი რთუა და თუ ბევრი მომიწევს სიარული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 300 ლიტრას ვიმატებ ხოლმე. თქვენთან ესე დამატებები არ ხდება, მეგობრებო, მარტო პოლინბაგს გაავსებთ, რაღაც პერიოდში ჩამოიწევა, მე გაავსებთ პოლინბაგს და ასე იმუშავებთ თქვენ მანდ. კარგი, სულ ეგ იყო, მეგობრებო, დაგემშვიდობებით, მე კიდე წინ დიდი გზა მაქვს, ასე რომ ვთქვათ, წარმატებები ყველას.